ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე, მაგრამ ყველაფერი სიბოროტით და სიცუდით დამიბრუნდა ადამიანებისგან და არაფერი სიკეთით. თუ ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ მაინც გითქვამს ეს ფრაზა, მაშინ დარჩი ვიდეოს ბოლომდე და ამოვხსნათ ის საიდუმლო, რატომ შეიძლება როცა ადამიანს სიკეთეს უკეთებთ, ის კიდევ ჩვენ მტრად გადაიქცევა და სიკეთე უარესად ცუდად და ტალახით შეიძლება დაგვიბრუნდეს. სიკეთის კეთებასაც აქვს თავისი კანონები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. მაგალ კანონი და წესი პირველი არის ის, რომ სანამ ვინმეს დაეხმარები, მანამდე უნდა იკითხოს, საერთოდ უნდა ამ ადამიანს შენგან დახმარება თუ არ ჭირდება. შეიძლება თუ ადამიანი მოვიდა და გეუბნა რომ მე მიჭირს და მოდი დამეხმარე, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში უკვე ღირს დაფიქრება. ესე ჩვენი ინიციატივით მივიდეთ და მოდი მე შენ უნდა გადაგარჩინო და მე ვხედავ რომ შენ გიჭირს და თუ ადამიანი არ მოდის ჩვენამდე, ალბათ ჯობია რომ თავი შევიკავოთ. ეს ერთი. მეორე წესი კიდე რაც გასათვალისწინებელია სიკეთის კეთებისას არის ის, რომ შესაძლებელია მოვიდა ადამიანი და გთხოვს დახმარებას, მაგრამ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ეს ჩვენი პასუხისგებლობის გადმობარება ხომ არ არის შემთხვევით მისი მხრიდან ან თავის არიდების ცდილობა ხომ არ აქვს რომ მის ნაცვლად საქმე ჩვენ გავაკეთოთ და ჩვენ დავეხმაროთ და მან თავის წილი პასუხისგებლობა არ აიღოს ამ საკითხში. ესეც გასათვალისწინებელია. ძირითადად ეს ორი წესია. ხშირად ხდება რომ სიკეთეს აი ესე უანგაროდ და როგორ თქვა არასწორი წესით აკეთებენ ადამიანები, ვისაც აქვს აი ესე სურვილი რომ გადაარჩინოს და დაეხმაროს ყველა ადამიანს. ნუ ეს ბავშვობის ტრავმასთან არის დაკავშირებული. ეს სურვილი რატომ უჩნდება, შეიძლება თავის დროზე მას დააკლდა, ან თქვენ რომელიმეს ვისაც ეს ვიდეო აქტუალურად დაგაკიდათ სითბო, სიყვარული, ზრუნვა ვიღაცისგან, ოჯახის წევრისგან, ახლობლებისგან. ეხლა გსურთ რომ რაც თქვენ დაგაკიდათ ის ანაზღაურებინოთ და ის არ აგრძნობინოთ სხვებს, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ხშირად ძალიან ხშირად, როცა სიკეთის კეთების ეს ორი წესი ირღვევა, თუ ადამიანი არ მოდის და არ გთხოვს დახმარებას პირველი წესი და მეორე წესი, თუ ის პასუხისგებლობის გადმობარებას აკეთებს შენზე და ეს დახმარება კი არა დათხოვრის სამსახურია, ამ შემთხვევაში უკან ბრუნდება ძალიან ნეგატიურად ეს ჩვენი გაკეთებული და დათესილი სიკეთე. შეიძლება ტალახი გვესროლ, შეიძლება გითხრა შენ არაფერი გაგიკეთებია, ეს რა არის, შენ ვალდებული ხარ, მე ვალდებულებაში გადადის, ზედ გადაგიარონ, შეიძლება აი სამყაროში ირღვევა ეს ბალანსის კანონი და პრინციპი და აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე ამ ნეგატივის უკან ჩვენზე დაბრუნება. ამიტომ სიკეთესაც თავისი წესები აქვს, მეგობრებო. მედია ეს ვიდეო რამით დაგეხმარებათ და მომავალში თუ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, დაფიქრდით სიკეთეს სანამ გააკეთებთ და სანამ ვინმეს დაეხმარებით, ღირს თუ არა საერთოდ ამ ნაბიჯის გადადგმა.